სადაც შემოგვერთა ლაშა რამაზაშვილი. დაპირებისამებრ? აბა, დაპირებების სრულდება ჩვენ სტუდიაში სხვათა შორის. დილამშვიდობის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დილამშვიდობის მარტო არ ვიმყოფები ბატონი ალექს დავითაშვილი, ჩვენი საყვარელი საბჭოთმცემლო სპორტსმენი, რომელიც ასრულებს თავის დაპირებას და მეცხრე მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგაც მოვიდა ჩვენს მაყურებელთან სასამართლოდ. შარშან ამ დროს დაიდო პირობა. რა თქმა უნდა. არა და რა მაშინ როცა 8-დან 8 მსოფლიო აღვნიშნეთ ეს ერთად და ბატონი ნესტორ ხერგიანი ჩაგურთება ძალიან მალე ბელგიიდან. მივესალმებით ბატონ ნესტორსაც. მიულოცოთ მსოფლიო ჩემპიონობა და დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ნესტორიც ალექსის გზას გააგრძელებს, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ასეთი მაგალითი ყავდეს ქართულ სპორტს და არ გაგიჩნდეს მიზანი, რომელ სახეობაში არ უნდა იყო, რომ ეს ტიტული და რაოდენობა რაღაცნაირად ჩვენ სპორტის სახეობაში გაიმეორო. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა. გილოცავთ მთელი გუნდის სახელით კიდევ ერთხელ, როცა თქვენ იქ იყავით და ჩვენ ეთერში აქედანაც მოგილოცეთ, მაგრამ ახლა პირადად კიდევ ერთხელ გილოცავთ. მოგვიყევით 9-დან 9 მსოფლიო ჩემპიონობა არ არის სახომარო ამბავი და მით უმეტეს ამდენი ტრამვის და ამხელა მომზადების ფონზე ამ წარმატების მიღწევა საკმაოდ იმაზე ბევრად რთულია, ვიდრე ეს ბევრ ჩვენ ტელემოყურებელს შეიძლება წარმოიდგინოს. მოგესალმებით დიდი სიყვარულით. მადლობა თქვენ რომ მოგვიწიეთ პირდაპირ ეთერში მე და ნესტორი. რა ვიცი, რაც შეეხება შეჯიბს, მე შევაფასებ ამ შეჯიბს საქართველოს ნაკრებმა 23 მედალი აიღო, 8 აქედან 8 ოქრო. და ძალიან კარგად გამოვიდა საქართველოს ნაკრები. დიდი შეჯიბრი იყო, 70 ქვეყანა იყო, 2500-ზე მეტი მონაწილე იყო და პასუხისმგებლობა რაც აღებული ქონდა, ყველაფერი კარგად შევასრულეთ ჩემი აზრით. რაც შეეხება ჩემ 9 ჯერ მსოფლიო ჩემპიონობას ადრე არ განვიცდიდი სიმართლეს გეტყვით. მე რაცაც მიუახლოვდი რომ ეს სასურველი ციფრი ჩემპიონი საქართველოს ჩამოვიტანო, ცოტა უკვე ნერვიულობდა. რა უხსნათ მაყურებელს რაზეა საუბარი? ციგაროკანო არის ძიუდოს დამაარსებელი. და 10 ჯერ ვინც გახდება მსოფლიო ჩემპიონი, აძლევენ მარტო იმ ადამიანს. სულ არსებობს 3 ასეთი ადამიანი მსოფლიოში და ერთი ყველასათვის ცნობილი რა თქმა უნდა რინერი, მეორე არის აზერბაიჯანი, მესამე არის ესენი ოღონდ ვეტერანებში. მეოთხე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი სტუმარია დღეს. გვაქვს შანსი და შარშანას დაგპირდით რომ მოვალ მეთქი. კიდე როგორც ჩანს რაღაცა კარგად დაცადეთ ეს ამბავი რა და აი წელსაც კარგად მიგიღეთ და კარგი და წარმატებული სურვილებით გიშვებთ რომ მომავალ წელს უკვე მოგვიდეთ კარგად უკვე თასით. უკვე არ შეგპირდეთ და მოვდივარ ესეთი გაღმებული სახით სიყვარულს აუძლებთ თქვენს მხრიდან. რა ვიცი, ყველაფერს ვეცდები რომ გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები მთელი საქართველო და რა ვიცი, ვეცდები ყველაფერს. ბატონო ალექს, რატომ გაჩნდა ეს მღელვარება, რომელიც 9 წელი არ ქონიათ? ანუ რას უკავშირებთ? აი ხა რომ ჩვენ საუბრობდით რაღაცა ფაქტორებზე, რომელმაც უნდა განაპირობოს და ხელი შეგეწყოს, ასე ვთქვათ, იმაში, რომ ეს მიზანი გამოვიდეს, ხო? იქ ვისაუბრეთ დაუშვათ მსაჯებზეც მათ შორის და ასე შემდეგ, ხო, რაღაც საერთო განწყობაზე. აქ გაქვთ მცირე უნდობლობა თუ საკუთარ თავში არ მგონია რომ კონდეთ რაღაცა? არა, როგორია, ეს პასუხისმგებლობა გაიზარდა გულშემატკივრების მხრიდან, აქ სოციალურ ქსელში ყოველდღიური შეხვედრები და სულ ყველა რომ ხდება, თან ყველას ასაცილო რა არის, გაუჭირდებოდა. რო იძახიან, მოიგებსო და გაუჭირდებოდა და ერთი ჩემ გულში ჩაიხედო თუ არ მიჭირს რა მაგ დროს. ბრაზილიელებს უფრო ქომაგობდნენო ისინი. ძალიან დიდი შრომა იდება, აი თელმა ახალგაზრდებმა, ახალმა თაობამ ვიც ხედავს ხო სულ ყველა სულ აი ძახის რომ ამდენ შრომობს და მე ეს ვიცი თუ არ ვიშრომ მე რომ სახელი და გვარი ვერ იგებს. ახლა კიდეც აი ნესტორი რო ჩაგვერთო 50 წელია იქ იძახის რომ ახლა ჩვეულებრივებში მსოფლიო მეორე პრიზიორია, მსოფლიო მესამე პრიზიორია, ორჯერ ევროპის ჩემპიონია, ოლიმპიური მეორე პრიზიორი და ევროპა წააგო. გამოდის ესე იგი გვერდიდან სხვათა შორის ამაყი ვარ ამითაც რომ ჩემი მომზადებულია ნესტორი და გახდა მსოფლიო გითხრა ეგ ამბავი რა თქვენი მომზადებულია ნესტორი და მაგარია. კი და გახდა მსოფლიო ჩემპიონი და ამხელა სპორტსმენს ესე გაუხარდება სხვათა შორის ეს ძალიან ფეხი მოიკიდა, ძალიან პოპულარული გახდა. რომელ სპორტში არა 2500-ზე მეტი მონაწილე იყო ესეთი მსოფლიო ჩემპიონატზე. ეხლა 70 ქვეყანა. მე ხალხმა შეიძლება სხვანაირად დაიწყოს ის არის, მაგრამ როგორ შეიძლება მე
ჩვენ მთავრობას მადლობა არ გადაუხადო ვისარგებლებ თქვენი ეთერით და იმიტომ გადაუხდი მადლობას რომ პრემიები დააწეს ამ ვეტერანებში. მithumetes თქვენ რომ დაგანახათ. ქალბატონო თქვენ რომ დაგანახათ რა ხალხი მოდის და რა ხალხი ვარჯიშობს უკვე. რა ვიცი აი ნუ გზიდანაცდენილებს ვერ ვიტყვი, მაგრამ ხო ქართულ ხალხს ხო იცის დალევა უყვარს, გულაობა ეს უყვარს, ეს უყვარს. სულ ყველამ დაიწყო ვარჯიში, იმიტომ ეს თავრობის დამსახურება მე ახლა პროპაგანდას კი არ ვეწევ. მე ვარ სპორტსმენი, არ მაინტერესებს არც ის, არც ის. რაც სიმართლეა იმას ვიძახი რომ ერთ ორ კაპიკს რო ოჯახში შეიტან, ხო, შენი აწვალები შენი შრომიდან კიდე მინდა გადაუხადო ძიუდოს ფედერაციას. სერიოზული რამაა. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ძიუდოს ფედერაციას, დიდი მადლობა მინდა გადაუხადო რაიონის მერიას, რაიონების მერიას, აფინანსებენ თავიანთ ბიჭებს. მე მინდა კიდე სადაც მუშაობ, ჩემ თავდაცვის გადაუხადო ხელშეწყობა რო არ იყოს, ხო? აი მე რომ მაგალითად არ მე რომ სამსახურში რომ მივიდე 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე მე ამ შედეგს ვერ დავდგენელი რომ მე დრო დაგჭირ ამ ყოველთვის. სულ ამას ვიძახი ხოლმე და კიდევ ვისარგებლებ თქვენი ეთერით და ეს აი იცი როგორი ბედნიერი ვარ და ყველაზე ბედნიერი ვარ. აქამდე ხო პრემიები არ იყო, მაგრამ რო დავდიოდი ხოლმე და საქართველოს დროშა და საქართველოს სიმბოლო ყველაზე მაღლა რო ადის, ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდი мотиваცია და აბა რა, სხვა მიზეზია ბეჭებში გამართვის. ბატონო ალექს, ბატონ ნესტორსაც გავესაუბროთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონ ნესტორ, გილოცავთ რა თქმა უნდა მსოფლიოს ჩემპიონობას. მოგვიყევით როგორ მოხდა თქვენი წაგებული ევროპის შემდეგ მსოფლიოზე გადატვირთვა და უკვე ახალი ენერგიებით, ახალი ძალებით ოქროს მედლის აღება. დილამშვიდობისა, მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა მოწვევისთვის. და რა ვიცი, მე ჩემი ნატურა უკვე ასრულდა, რასაც ფიქრობ, რაც მინდოდა ჩემი ნატურა სოფლის ჩემპიონობა, ის ამისრულდა 50 წლის გავხდი. და ეს იყო ჩემი სიხარული. და პირველი ევროპა მოვიგე შარშან. წელს ევროპა წავაგე და სოფლიოზე წამოვედი და იქაც ახლა ამისრულდა ჩემი ოცნება. ბატონ ნესტორ, როგორი იყო ეს მოსამზადებელი პროცესი, იმიტომ რომ ბატონ ალექსთან ერთად მოგიწიათ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ? ალექს მოახლოვდა სოფლიო და ორი თვე იყო დარჩენილი და მე გას მოდი დავიწყოთ უკვე ვივარჩეთ მოიმზადოთ რომ სოფლის ჩემპიონები გავხდეთ. და მე დავიწყეთ, მე უკვე დაუჯერე მეც ალექსს და დავიწყეთ სიარულო და ვარჯიშობ. და რასთან რო ვაკეთებდით ბაკლიშკებიო, თოკებიო, რეზინებიო აი ისევ ის ახალგაზრდობა მახსენდებოდა, მაგრამ მაშინ მეგონი ამდენსაც არ ვარჩიობ როგორც ახლა მომზადე. აჰა. ძალიან მაგარი დატვირთვები მივიღეთ და რა ვიცი. დამიფასდა ის შრომასთან მადლობა ყველას იმისთვის. ალექსასაც მადლობა და ჩვენ ფედერაციასაც ხელი შეგვიწყეს ყველანაირად ყველაფერში და მადლობა ყველას ამისთვის. ბატონ ნესტორ, როგორი მებრძოლია ტატამზე ბატონი ალექს დავითაშვილი, ეს 9-ჯერ ნახა მსოფლიომ, მაგრამ როგორი მწვნელია, როგორი დამრიგებელია? კარგი, ყველაფერი რასაც გვეუბნებოდა იმას რომ ვაკეთებდით, ვასრულებდით ყველაფერს. ვინც დაუჯერა, ყველამ გააკეთა შედეგი. უნდა დაუჯერონ ამიტომ. ხო, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეხლა დაურწმუნდი რომ ეგრეა და ეს უნდა დაუჯეროს თურმე რომ ყველას სასიხარულო ბავშვობიდან მოვდივართ ერთად. სულ ერთ ოთახში ვიყავით ხო, ტოლებზე ერთად გავიზარდეთ და ეხლაც ერთად მივდივართ ბოლომდე რა. ხო და რა საინტერესოა, აი მთელი ცხოვრება ვარჯიშობ, მთელი ცხოვრება ამ სპორტში ხართ და მართლა ბატონ ალექს რაღაცა თავისი მიდგომა და ხერხები აქვს, როგორც ჩანს, რაზეც თქვენც თქვით, რომ მანამდე არ მივარჯიში ამდენია. ცოტა გაგვიზიარეთ ბატონ ნესტორ. კუსტბა არ მირბენია, რაც 2000 წელს დავანებე სპორტს თავი. ნესტორა მაგარი მშობელია ზოგადად. და იქაც დავარბოდი, კუსტბაზე წავდიოდი, ჩვენი ვიოდი, იქაც წრეებს ვარცხავთ. მე ძალიან გამკვირდა წლის განმავლობაში. გამეხსა უკვე მეთქი. მეორე ისე მეთქი და უკვე სიო ჩავერთე რომ და ნესტორ მართლა გაიგე. ეხლა ალექსას ხო, შემდეგი სუნთქვა, ახალი სუნთქვა. მოკლედ ბატონმა ალექსმა ბრძანა რომ 2-3 კვირა შეიძლება ჩამივარდესო მთელი წლის განმავლობაში. ხა მაყურებელ შეიძლება გონია რომ 2-3 თვე მოიმზადებიან და მიდიან და რაღაც იგებენ, ასე მარტივად არ არის. ასე არ არის, კი ბატონო. ბატონი ალექსის მიზანი ვიცით რომ მინიმუმ 10 კი ბატონო. ჩემპიონობა უნდა და ახალი თასი. არავინ არ იყო და არც არავინ არა ჯერჯერობით. ბატონ ნესტორ, თქვენთვის რა არის ახლა მიზანი? აპირებთ თუ არა მომავალ წელს? აპირებთ თუ არა ისე გაგრძელებთ? არა, სიტყვა მომცა რომ ბოლომდე უნდა ერთად ვიყოთ ბოლომდე. უფრო იმაზე ვარ, უფრო ვივარჩევ და მომიზადებ კიდევ სამომავლო. რა არის იცი ჩემო საყვარელო ხალხო. ვინც ამ აი მეთქვია და პირველად იმიტომ დაფასებაც არის. მადლობა გარდაბანზეც.
ყველას ჩვენ რაიონებში ვინ რას გვეხმარება, ყველაფერს მადლობას უხდი ამისთვის, რომ გვერდში გვიდგანან და გვეხმარებიან. კი ბატონო. ხეს გვიწყობენ, ყველა გვიწყობს ხეს და ამიტომ ჩვენც უნდა გავჩერდით და მოვიმზადოთ, რომ სამომავლოდ კიდევ საქართველოს მოვუტანოთ. ბევრი ოქროები, ნესტორ, ბევრი ოქროები. მასახელო ჩვენი საქართველო. ნამდვილად. და ჩვენი ისინი მესმწუთნელი ვარ ჩემ მოსწავლებსაც გაუზიარებ ჩვენ მოსწავლეებისთვისაც რამხელა мотиваცია, როდესაც მე დავჯობ ქვემო ქართლში, რეგიონებში და იქაც ვასწავლით. მასტერ კლასებზე. რა თქმა უნდა, ეს ცოდნა გამოცდილება უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ ჩვენი სპორტია, მე ჩემთანაც რო ვაერთიანებ. ქართული სპორტია, აშკარად ჩვენია და ყველანაირი წარმატება არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მით უფრო ისეთი რეკორდული და ისტორიული, რომელსაც ახლა ბატონი ალექსი ეჭიდება და ლაშა ამბობდა, რომ მართლა მთელი წელი უთმობთ აი ამ მოსამზადებელ პერიოდს, ხო? და ყოველი მომდევნო წელი კიდე ახალი გამოწვევა რას აი ხლა რას ვიძახდი, ხალბატონო თერას ვიძახდი, რო ჩავალმეთი 2-3 კვირა აღარა, ერთი კვირა დავისვენებ. იმ სამ კვირასაც აღარ იმიტომ რომ ხლა უკვე მე ხო ვიცი ხლა რაც მოუახლოვდება დღითი დღე 10 ჩემს ანუყარებას არ ვიცი რა იქნება, იქამდე როგორ გავალ არ ვიცი, მაგრამ წეგან ვიძახდი გავმეორდები, რომ ვინც ერთხელ შემოვიდა ამ ვეტერანებში როვეუნები რო თავს ლაშა შემოსვლა რთულითო თავს ვერ დაანებებთ მეთქი როვეუნები ერთხელ ნახე მიჭიდაებ და წამოყოლ იცეთი სიყვარულია იქ აი თვითონ ხალხში ხო ისე იქ არ არის ეხლა მე გამაბრაზეს ძალიან და შეიძლება მაინც კახები რო არ გაგექცეთ არა ვინმეს მოუკითხავდით ეგ არაფერია ხომ და გავახსენოთ რომ ყავს იცი დაუმსახურებლად ბატონ ალექს არავინ არ მოუკითხავს არც რეპორტაჟების დროს და არც უბრალოდ სტატიებს ამიტომ ხო მოსაკითხო ყველაფერი ეკუთვნის არავინ აღარანებებს ხულობით აქედან უბრალოდ არის მოდა იქენი ხო კი ბატონო კეთილსინდისიერი მწვრთნელები უნდა გისურვოთ თქვენ ის რა შემართებითაც ხართ აი ბოდიში კი აი მადლობას გადავხდი ბიჭებს კიდე რა ეხლა 8 სოფლიო ჩემპიონი გახდა როგორია დანარჩენი კიდე მეორე და ხუთმა ფინალი წააგო და დანარჩენმა ბრინჯაო აიღო და ყველას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო მართლა იომეს ბიჭებმა საქართველოს დროშა აწეინეს ყველაზე მაღლა და ძალიან დიდი მადლობა კიდევ და კიდევ ჩვენ ვეტერან მწვრთნელებს კიდე ბერდია გუგავას მინდა მადლობა წამოსული იყო ჩემს გვერდზე იყო მეუფე მიქაელმა და მირეკა და მტიროდიო საათ ნახევარი მელაპარაკა და უნდა გამოყვეო მიათეთო იქო და ლოცვა გავაძლიერეო ამას რა ვიცი ხო გეუბნები ცრემლები ჩამომდიოდა სიხარულისაგან ეხლა როგორია რა კარგია თქვენგანაც სიხარულის გებლობა მოსახლეობას არაკლია სიხარულის რემლები თქვენგან და ასეთივე ტრიუმფით გვინდა დაგვიბრუნდეთ მომავალ წელს მანამდე თუ რამე იქნება ჩვენ გიმართებთ გელოდები ჩემდექ ნომერს შემოგევლობა ძალიან გაინტერესებს როგორი გელოდებით მოკლედ რა გელოდებით კარგი ამბებით ბუნებრივია მადლობა ლაშიკო რომ მოაბითავი მადლობა ჩვენს სასახელო მადლობა თქვენ ჩემპიონებს ბატონ ნესტორ ბატონ ალექს ჩვენთვის ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დამშვიდობთ ბატონ ნესტორსაც მადლობა